ელექტროენერგიის ფასი და ტარიფი სემეკმა დღევანდელ სხდომაზე 1 საათში უნდა დაადგინოს, 12 საათზე დაიწყება სხდომა, სადაც განიხილავენ სწორედ ტარიფებს. ბოლო 3 თვის განმავლობაში მოქმედებს საშეღავათო პერიოდი, შეიძლება ასე ითქვას, იანვარში, როდესაც ფასები წესთ უკვე უნდა გაძვირებულიყო, მთავრობასა და სემეკს შორის კონსულტაციის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამთვიანი პერიოდი, გარდამავალი პერიოდი შემოიღოთ და ამ პერიოდში შეენარჩუნებინათ იგივე ტარიფები. შესაბამისად, დღეს უკვე ენერგეტიკოსებში, ეკონომისტებში ყველაში არსებობს მოლოდინი, რომ დენის ტარიფის გაძვირება არის გარდაუვალი პროცესი. შესაბამისად, დღევანდელი სხდომის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არის მოსალოდნელი. ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს უკვე გაჩნდა მოლოდინი ელექტროენერგიის ფასების ზრდასთან დაკავშირებით, რადგან მაშინ ენერგოკომპანიებს სემეკმა დაუწესა გეგმა საინვესტიციო ენერგოპროჯორჯიას 1,5 მილიარდის დახარჯვა ევალებოდა 400 მილიონის და როგორც სემეკში ამბობდნენ, ეს იყო საჭირო იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები შესაძლოა შექმნოდა მოსახლეობას. თუმცა მაინც დეკემბრის ბოლოს შემოიღეს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. დღეს უკვე, როგორც ჩანს, გარდაუვალი იქნება დენის ტარიფების ზრდა. ქართული ოცნება არის ხელისუფლება, რომელიც 13 წლის წინ ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ ელექტროენერგიის ტარიფებს გაანახევრებდა, თუმცა დღეს ვიღებთ სრულიად სხვა რეალობას, თუმცა მაინც ივანიშვილის გუნდის წევრებს, როდესაც დღეს ვეკითხებით ტარიფების ზრდაზე, ლოდინის რეჟიმში ყოფნას გვირჩევენ. ამაზე მითხარით, სემეკი ახლა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რამდენიმე თეთრით გაძვირდება ელექტროენერგია. თქვენ და თქვენი გუნდი ცდილობთ, რომ მაგალითად ფასების კლება დაწყებულიყო. ეს არ ვიცი რომ ამ საკითხს და არ მჯერა თქვენი გადავავლებ თვალს ამ საკითხს, შევისწავლოთ და მე გიპასუხებ. ახლა იკრიბება სემეკი და დაანონსებულია გაძვირება. ეს ავტომატურად ყველაფერს ფასის ზრდას არ გამოიწვევს. დაველოდოთ გადაწყვეტილებას, დაველოდოთ. ავტომატურად ფასები არ გაიზრდება. ახლა სემეკის სხდომა და ზუსტად 1 საათში გაიყვება. ეს ყველაფერზე არა ისახება დენის ტარიფის გაძვირება. იგივე დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით მოლოდინი გაქვთ, რომ შეიძლება შეიცვალოს გადაწყვეტილება. მე არ ვიცი, ნახოთ დაველოდოთ, ტარიფი რეგულარულად ხდება, ყოველ დროში ხდება ხოლმე ტარიფის გადასინჯვა. და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გაიაფებულიყო კიდევაც, ამის პრეცედენტი გვახსოვს, ახლა ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სემეკი. დაახლოებით 1 საათში უკვე დაიწყება სხდომა. სემეკის წევრები შეიკრიბებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ. ეკონომისტები საუბრობენ ჯაჭვურ ეფექტზე, რომელსაც გამოიწვევს ტარიფის ზრდა და თავიდანვე, როდესაც იანვრიდან ანონსდებოდა ტარიფის მოსალოდნელი ზრდა, ყველა საუბრობდა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლის პირობებშიც მოსახლეობას ტარიფის ზრდა კიდევ უფრო მძიმედ დააწვებოდა.